გამარჯობათ. დღეს ვისაუბრებთ ტერმინებზე. თანაბარი, იმდენივე. რაოდენობა, თანაბარია. ეხლა დავაკვირდეთ ამ ოთხკუთხედებს. ორი ერთობლიობა გვაქვს, მწვანე და წითელი ფერის კვადრატები, ოთხკუთხედები. დავითვალოთ მწვანე ფერის უჯრები. მოდი დავარქვათ უჯრები. 1 2 3. გაიმეორეთ ჩემთან ერთად. 1 2 3. რამდენი უჯრაა მწვანედ გაფერადებული? 3. 3. ახლა დავითვალოთ წითელი ფერის რამდენი უჯრაა გაფერადებული წითლად? წითელი ფერის ოთხკუთხედები დავითვალოთ. უჯრები 1 2 3. მაშ მწვანე არის 3. მაშ მწვანე არის 3. და წითელიც არის 3. მწვანე არის 3. წითელიც არის 3. როგორია მათი რაოდენობა? მათი რაოდენობა თანაბარია. მწვანე და წითელი უჯრების რაოდენობა თანაბარია. მოდით ახლა დავსვათ წრეები. 1 2 3 4. ახლა ავიღოთ სხვა ფერის. 1 2 3. გეკითხებით, ახლა მათი რაოდენობა თანაბარია? ახლა მათი რაოდენობა თანაბარია? ზედა და ქვედა რგოლების რაოდენობა. რა თქმა უნდა, არ არის თანაბარი. ვხედავთ, რომ აქ 1 ზედმეტია. მაშ ქვედა რგოლებს რამდენი ცალი აკლია? რა თქმა უნდა, 1 რგოლი გვაკლია. მოდი დავსვათ. ახლა მათი რაოდენობა როგორია? თანაბარი. ხოჩა. ძალიან ნიჭიერი ხარ. ძალიან ჭკვიანი ხარ. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რაც ახლა გავიარეთ და ვისწავლეთ. ოთხკუთხედები. ოთხკუთხედები. მწვანე 3-ია, წითელიც 3-ია. მათი რაოდენობა თანაბარია. წრეები. ზედა წრე 4-ია, წრეები, ქვედა წრეებიც დავთვალეთ და ესიც 4-ია. მათი რაოდენობაც თანაბარია. მარცხენა და მარჯვენა ფერების მიხედვით ვამბობთ, ხო? მარცხნივ მწვანეებია, მარჯვნივ წითლები. მარცხენა და მარჯვენა ოთხკუთხედების რაოდენობა თანაბარია. ზედა და ქვედა წრეების რაოდენობა
თანაბარია. ახლა მოდით ასე ვთქვათ. მწვანე 3-ია, წითელი იმდენივეა. იმდენივეა. ზედა რგოლები, ზედა წრეები 4-ია, ქვედა წრეებიც 4-ია. ანუ როგორ ვამბობთ? ზედა წრეები 4-ია, ქვედა იმდენივეა. დღეს ჩვენ ორი ახალი ტერმინი ვისწავლეთ. ეს სიტყვებია ახალი სიტყვები. თანაბარია და იმდენივე. რაოდენობა თანაბარია და ასევე ვისწავლეთ სიტყვა იმდენივე. მოისმინეთ რამდენიმე დავალება, რომელიც მინდა რომ თქვენ გააკეთოთ. აიღეთ ფერადი ფანქრები. ზუსტად ასევე თუ შეძლებთ და იმედია შეძლებთ, გადახატოთ, რასაც ეკრანზე დაინახავთ და შემდეგ მოისმინეთ დავალება და აი ეს უნდა გავაკეთოთ. ნახეთ? 2 წრე, 3 წრე, 4, 5 და ლამაზად რომ გამოვიდეს 5 და 6. თქვენ ეკრანზე ხედავთ 6, როგორც თქვით, 6 წრეს. 6 წრეს. დავალება ასეთია. მარჯვენა მხარეს წითელი ფერით, აი მე დავიწყე, წითელი ფერით მარჯვნი მივხატეთ იმდენივე. დათვალეთ მარცხენა მხარე და იმდენივე მივხატეთ მარჯვნივ. ეს არის დავალება პირველი. შეკითხვა მეორე. გავაფერადოთ რვეულის 4 უჯრა. ან თუნდაც სახატარ რვეულში დახატეთ 4 ასეთი კვადრატი. ზუსტად მოპირდაპირეთ ქვემოთ, ზუსტად დახატეთ ერთმანეთის ქვეშ ზუსტად. შეკითხვა ასეთია. როგორია ლურჯი და ყვითელი კვადრატების რაოდენობა?